კულტურის ცენტრში ლიტერატურულ, მხატვრული, ამასთანავე მუსიკალური კომპოზიცია მარადეულ გრძნობას, სიყვარულს მიეძღვნა. ნიკარა და მარგალიტას ლეგენდად ქცეული სიყვარული. ყველასათვის საყვარელი პერსონაჟები თარაშემხვარი და თამარი. თვარის მოტაცებიდან. ვერელი მარგო უიღბლო სიყვარულით, დიმიტრი შევარდნაძე და მისი გულისწორი ქეთევანი. ეს არასრული ჩამონათვალია იმ წყვილებისა, რომლებიც გუშინ სცენაზე მსახიობებმა ბელა კიკვაძემ, ჯაბა მორჩილაძემ და მარიამ ხანთაძემ შთამბეჭდავად გააცოცხლეს. თეატრალურ წარმოდგენას საინტერესო მთხრობელი მსახიობი გიორგი დოლიძე ჰყავდა. წარმოდგენა, რომელსაც ლეგენდების სიყვარულზე ერქვა, მუსიკალურად და ქორეოგრაფიულად დახვეწილი და რაფინირებული იყო, რომელზედაც ინდივიდუალურმა შემსრულებლებმა ეკა ჭელიძემ, მარეხი მჟავანაძემ, მაია თოთიბაძემ და ანსამბლმა რეხეულმა იზრუნეს. ქორეოგრაფიულად კი კომპოზიცია აკადემიურმა ჯგუფმა ზენაარმა შეკრა. ამ დღის შემქმნელების ჩანაფიქრი შედგა. მაყურებელი გრძნობებსა და ისტორიებში ამოგზაურეს. მუსიკალურ თეატრალური კომპოზიციის სცენარის ავტორი და მუსიკალური ხელმძღვანელი ეკა ჭელიძე. რეჟისორები კი ვახტანგ ჩხარტიშვილი და ნინო ჯიჯიეშვილი გახდნენ. მე მინდა ერთი რამ თქვა, ვიჯექი დარბაზში და ვფიქრობდი, ნამდვილად დიდი ხანია ასეთი სიამოვნება არ მიმიღია, როგორც მაყურებელს. ეს იყო შესანიშნავი ქართული სულით გაჯერებული საღამო. ან რა ცეკვები, ან რა სიმღერები, ან რა წარმოდგენები, ან რა ნაწყვეტი სპექტაკლებიდან, კინოებიდან. ესე იგი, მთელი ქართული კულტურა იყო თავმოყრილი დღეს ამ საღამოში და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა მინდა და იმ მაყურებელს მოუწოდებ, რომელიც აქ იჯდა, რომ გაუზიაროს ყველას, რომ შემდგომში ასეთ საღამოებზე მოვიდნენ დარბაზი სავსე იყოს მეტი, ის ექნება თავად მსახიობებს სტიმული, რომ ჩაატარონ ასეთი საღამოები. დღევანდელ ვირტუალურ სამყაროში ხშირად აღნიშნავ, რომ ადამიანური ურთიერთობები და გრძნობები თითქოს განელდა და მინდოდა, რომ ისეთი თემა მერჩია, რომელიც ადამიანების გულებს შეეხებოდა, სულებს შეეხებოდა ადამიანების, რომლებიც აი ყოველდღიური რუტინით არიან გადაღლილები და თითქოს ჩვენ თითოეული ჩვენგანი გავუხეშთით ამ ყოველდღიურობიდან გამომდინარე, ამიტომ მინდოდა აი ეს მარადიული თემა, რომელიც ყველას შეგვეხებოდა აუცილებლად ეჭვიც არ მეპარება ადამიანი არსებობდეს, ვისაც ამას ემოცია არ მქონდეს და ასეც ველოდი, რომ მაყურებლისგან იქნებოდა შესაბამისი რეაქცია. მე ასე მეგონა, რომ ყველა თითქოს ერთ ამოსუნთქვაში უსმენდა და ძალიან ბედნიერად გრძნობ თავს დღევანდელი ღონისძიების შემდეგ.